დღეს რუბრიკაში ღვინის გზა გაგაცნობთ ორ ბაღდათელ მეღვინეს, რომლებმაც აპრილში ქართული ღვინის გილდიის ეგითით გამართულ კონკურსში ოქროს მედლები მოიპოვეს. მოგესალმებით, მე ვარ დავით ლელაძე. 2019 წლიდან უკვე ვარ გილდიის წევრი, ვარ დარეგისტრირებული ღვინის ეროვნულ სააგენტოში. ვაწარმოებ სამი სახის ღვინოს: ციცქა, ცოლიკაური და ალადასტური. ეს ყველაფერი განაპირობა ვაზის მიმართ დიდმა სიყვარულმა. ეს არის ერთ-ერთი ნაკვეთი, სადაც მთლიანად ახალშენილი ვაზი არის გაშენებული. აქ არის დაახლოებით 900 ძირამდე ციცქა ცოლიკაურის ჯიშის ყურძენი. რადგანაც ბევრი ვენახი და შეწამლა ცოტა რთულია, მე თვითონ ავაწყი აპარატი პატარა მინი მოტობლოკზე და დავდივარ. კარში რომ წამლავს თვითონ ტრაქტორი. და მაგის გამო აღარ ვხნავ ვენახ შუაში, მარტო ძირებს ვხნავ და შუაში იცელება. ზედმეტად მიწაც არ წუხდება. ასეთნაირად მაქვს მოკლედ შეცვლილი ვაზის მოვლის რაღაც სამუშაოები. ძალიან მცირე ხნის მარანი არის, ასე რომ დავარქვათ, მიუხედავად იმისა, რომ ვენახს ვაწარმოებ ბავშვობიდან, თითქმის და ღვინოს ვამზადებ ბავშვობიდან, ასეთი ოფიციალური სახით, რაც ავარ ამ 3 წლის განმავლობაში, გარკვეული წინსვლა მაქვს უკვე. უფრო და უფრო იცნობს მომხმარებელი ჩემ ღვინოს, როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელები. აპრილში ჩატარდა ქართული იმერული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით კონკურსი. ჩაატარა ქართული ღვინის გილდიამ და ციცქამ აიღო ოქროს მედალი. ერთ-ერთი ასეთი კონკურსის დროს პოლონეთში ტარდებოდა როზეს ფესტივალი, სადაც მონაწილეობდა 21 ქვეყნის 260 ღვინო და ჩემმა ალადასტურმა 2019 წლის მოსავალმა აიღო ვერცხლის მედალი. ადე შახედე ქვეყანას გორი და მგორის პირადა, წეღან რომ ჩალად არ გაჩნდა, დაგიფასდება ძვირადა. ბაბუაჩემს ცნობილი მეღვინე თავის თანამედროვეობაში. ჩვენ დავიწყდა დაახლოებით 40 წლის უკან დაახლოებით ვენახის განახლება. მე პირადად პაუზა მქონდა, საზოგადოებრივი იყო წასული. მე ვისელ დაუბრუნდი და 20 წელი უკვე ჩაფრული ვარ ამ საქმეში. რამდენი სახეობის ღვინოს აწარმოებთ? ხუნტახუნა, ციცქა და წითლები, ოჯალეში, ძელშავი, ჩხავერი, ალადასტური. ძირითადად რომელი სახეობაზე არის მოთხოვნა? ძირითადი არის ოჯალეში, ცოლიკაური და მგალობლიშვილი, ძირითადი რაც. ქვეყნის ღვინოს უფრო სტაბილურად ტემპერატურაზე დუგდება და უფრო მეტი სიკეთე რჩება, ვიდრე უშუალოდ დიდ ტემპერატურების ვარდნაზე, ამაღლება დაწევაზე უფრო იკლებს ღვინო და ილანძრებს. სამოგებმა მარანის აშენება, ნივთები უკვე მომზადებული მაქვს. ანუ ესეთი ისტორიული ექსპოზიცია გაკეთება ევოლუციის სახით, რაში იწურებოდა თავიდან ღვინო და მე უკვე ახლა რაში იწურება, უკვე თანამედროვე პრესი იქნება გაგმული. წეღან რომ ჩალად არ გაჩნდა, დაგიფასდება ძვირადა. ცაზე იარე